ზინავთ ყველას ჩემებს გოგო დილარი ათრია ჯერ თქვენ როგორ ხართ მოგიკითხავთ ყველას გუში ესე იგი ისე გვიან დაიცინეს იმიტომ ჯერ არ გაიღვიძეს რა გინავთ ისე გვიან დავიცინეთ ყველამ იმიტომ რომ გვიანობამდე აკეთებდა გია ოთახს ჩვენი ოთახი დავიწყეთ შპალიის გაფლა და ძალამაზი გამოდის. აი ძალიან რა, ვერ დამთავრდა ბოლომდე ჯერ, მაგრამ დავიწყეთ. ეხლა მინდა ყავა დავიო. ესე იხარია იხარია ყველაფერი კარგად არის შიტების ჭიჭიკი დილით ხომ ისე იცი ახლა გაჩვენე უყურეთ ერთი ამათ შიარი მეტად მათი მრამი დატოვა ორეოსიც როგორ აჭამს ხსნის პეჩენიას შუაზე კრემს ამოჭამს იმას ყრეის პეჩენიებს ერთი ცალება და ეგრე ჭამს ორეოს ანუ აფუჭებს ერეგამ აფუჭებს ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს შვიდობიან სიხარულით სავსეს ჩემო გოგოებო მიტანს აი იქ მედავთ რაღაც ვაკეთებ შუაში მე მგონი რომ საბავშვობები უნდა აშენო მანდ ეგრე ვიცი მე აუ არა მომიდუღდეს ახოთ გბინდა ისეთი ბანანი ვიყიდე ესეთი კარგი რომ უნაბიჩი ვიყიდე ესეც და ყველა უნაბიჩი კი არ არის ესეთი ბანანი ზოგგან ისეთი ცუდებია მაგრამ იქ ეკლესიასთან რო ვიყავით გუში იქ ძალიან კარგი იყიდება ნაიჭიაგი ვიქსელია და არ ვიცი სხვადასხვა საწყობებიდან მარაგდება ალბათ და მაგითო ჩემი საუზუნე დილით საჭმელს ვერ ჭამრავ ქნა დავითით იქ ჩემი ლამაზი სანთელი ავანთოთ თავარია გოგოებო დავიწყეთ და რაღაცა იქნება გავაგრძელებთ და ყველაფერი გამოვა ლამაზი გამოდის ძალიან რომ დამთავრდება გაჩვენებთ
არ არის ადვილი, ძალიან წვილია. თან რომ იმ სახლში ცხოვრობ, სადაც რემონტს აკეთებ, ეს არის ძალიან რთული. მაგრამ ჩვენ მაინც ლამაზად ვაკეთებთ. დაგებული მაქვს მაინც ყველაფერი. ესია. დიამიც ძალიან სუფთა საქმე და მაგრამ ხრივაც ხელი მეწყობა. არ ვარ ძალიან არეული. ამას აცლის ერთმანეთს და გლემს ჭამს მარტო. გუშინ მოსაყვედურე და არ ვიცი კიდე თუ იზავს. ძალიან ტკბილია რა. მეტი აღარ მინდა. ამაში არის 4 ცალი. აი ეს მიჩვენია. უბრალო, ეგეთი ტკბილი არ არის. ეს ძალიან ტკბილია. დამიწერეთ, რომ ციკლოკასო არისო ისეთი აპარატებია ჟანაო, რომელსაც არ აქვს მტვერიო. გარბათ რავი, რაღაც ეძახიან, სტოძვიანი აპარატებია. მუძვირი ღირს რა მაგით გაკეთება. დაბლა ხალმა მელაპარაკა ციკლოკა მქონდაო და ყოველ წელს ვაკეთებდიო. მე ისე მაგრა დავიღალეო ოდექ და გადავაგე ლამინატიო რა. ძალიან დიდი გაფრთხილება უნდაო თუ არა და იჩხვლიტება თუ გუსტით შეხვედი თუ რაღაცა ძალიან არ გაუფრთხილდი, იხაზება, ფუჭდება ძალიან. ყოველ წელს მაგას ვაკეთებდიო. და რა ვიცი, ყოველ წელს ახლა მაგისი გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. შეიძლება ლამინატი დავაკო, ნახოთ რა, შეიძლება შევღებ კიდევაც. მგონი რის საშუალებაც იქნება ის. გავაკეთე. თავარი უფრო კედლები არის მნიშვნელოვანი. სულთან რო იყოს.
არაფერს არ ადანავყავას გოგონა. აი ძალიან მძიმე და რთული დასალევი. იმიტომ რომ შეკარიერა შაქროს წოდა. ძალიან რთული დასალევია. მაგრამ ისიც აღარ მინდა. აღარ მინდა ხომ თან. აღარ მინდა. ახლა გადავიდე და რამე ვიყიდო იოგურტი ძალიან მივეჩვიე. მათსაც მოწა. მათს ვაჭამე ნახევარი. შვენივრად ჭამა. მერთმა ხელი მოგიმართოს ჟანამ, კია, ზემამ წერს. დავიკითხოთ ერთი რამდენიმე კომენტარი გიგორება. მოგესალმები ზედმა. სწორად მსჯელობთ, სტუდიო არის პატარა ფართისთვის. ბევრი უარყოფითი მხარი აქვს, წარმატებები უკარგეს ადამიანებს. უკარგესო ადამიანებო, უღრმესი მადლობა. ხო, სტუდიო რა ვიცი, აი კიდე კარგი რომ გადავიფიქრე. კი, ერთი ოთახი თითქოს ემატება საძინებელი, მაგრამ სტუდიოს ძალიან ბევრი უარყოფითი მხარი აქვს. იმიტომ სამზარეულოა მაინც საკე უნდა იყოს. ხო, აი არის უმტვერო ციკლოპის აპარატები, მტვერი არ აქვს საერთოდ. მე ველაპარაკე რა ვიხილოსას და არ ვიცი, მან არ მითხრა ეგ. ალბათ მაინც აქვს. ყველას. იცი რა მკითხა? შეღებილიაო პოლიო? კი მეთქი. წითლაც მეთქი და მარტო ეგ მკითხა. ხო, მაშინო კედლების უკაცითდებაო. პირველ რიგში ეგ უნდა გააკეთო მაშინ. მტვერსასროდი იღებს ადვილი ამიასე გამიადვილდაო. მტვერსასროდით. კედლებზე თუ ჩაჯდება ანუ უკვე იქით დავიწყეთ ჩვენ შპალიერის გაკვლად რა ვიცი. მგონი რომ დაგვიანებულია ეგ ამბავი. ჩემთან. ამიტომ რომ გააწეთლებს მაინც. ირმამ წერს არაუშავს, როდესაც გაიზრდება და მიხვდება რის გამოც დაუშალეთ, მადლობას გეტყვისო. გამარჯობა ირმა, მოგესალმები და მოგიკითხავ დიდი სიყვარულით. მათიაზე წერს და არ ვიცი, ორი დღიანი ცუთხასიეთია მაგისგანო. არ მივეცით უფლება, რომ გადამოწეროს ხელახლა. დამოკიდებულება სიწვევს ეგეთი თამაშები ღმერთო ჩემო, აი ძალიან ცუთხასიეთზე იყო ეს ორი. მაგრამ მიჩვენია ცუთხასიეთზე იყო ეს იტირა კიდევაც, მაგრამ მიჩვენია ეხლა. ეს ყველაფერი გავუძლო და გადავიტანო ვიდრე მერე კონდეს სანერვიულო. აი კაცებს მათუნია კაი ბიჭები არ ბუტებიანო. ეგ მზია მოგესალმები. სალამი ჟანა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ჟანა წერანგია ჯაჯანიძე რეკლამას უკეთებდა მაღაზია გეორგიას, დიდი ფასაკლებები, ეშპალიერები, ხის ლარიდან იწყება. უფალი გვარავდეთ, უღრმესი მადლობა მზია.
ჩვენ რა მივეცით ამ შვალიაში. ამეთი მე მგონი. ლარიდან არ ვიცი, შეიძლება ძალიან ისეთია, რაც ძნელი გასაკრავი იქნება ეგ. ნატამ წერს ჟანა როგორ მიხარია რომ აკეთებ რაღაცეებს რა კარგია. გიას რომ ეხერხება თორე ხელოსნების ფული რამდენი გადის. ეს გზა გავლილი მაქვს, ვიცი რა ძნელია თან რომ ცხოვრობ, თან რომ აკეთებ. მაგრამ მერე კარგია. რო დამშვიდდებით, გალამაზებულს რომ დაინახავთ. ყველაფერი გექნებათ კარგად, ჩემო კარგო, ღმერთის ნებითო. კი, რა თქმა უნდა. მადლობა უღმრთსინატა. ზოგიერთი კომენტარი არ მაქვს დაგულებული. ძალიან კარგია ჟანა წინსვლა და ბედნიერებაო. ირმა მწერს უღრმესი მადლობა. ირმა. ლეილა, ჩემო კარგებო, რა კარგია რომ ეხერხება გიას რემონტიო. ხო, თორე მართლა ძალიან ძვირია. შეუძლებელიც კი არის. საქართველოში ესეთი ძვირი უთხრეს ახლა ჩემული შვილმა ხო იყიდა სახლი და არემონტებს ისიც და ძალიან ძვირი უჩდება. შეუძლებელია უკვე რა ესეთი დიდი საქმეების გაკეთება, როცა ხელფასი გაქვს. ხელფასი როცა ხარ და რაღაცა ისეთი სერიოზული შემოსავალია რა გაქვს, მაშინ შენ თვითონ უნდა გააკეთო და ვისაც არ ეხერხება, მართლა ძალიან რთულია რა. მოკლედ, ზერმა ამ საუკუნის ქრონიკული სცენია ინტერნეტ დამოკიდებულება. ჩემი 10 წლის შვილიშვილიც მთელი დღე პლანშეტში არის, ის პლანშეტშია. ისე ნერვიულობ, ვერ აღვწერ, რომ გეუბნები რამდენად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. მერე განიცდის და ტირის რა წყალში გადავარდი აღარ ვიცი რამ კარგად მესმის ღმერთოჩი. ზერმა რა კარგად მესმის შენი ესეც ტიროდა. აგრია ხო, მაგრამ რაღაცნაირად იტირა მთელი დღე. აბა როგორ იქნება დღეს არ ვიცი. ჯერ არ გაიღვიძა. არა უშავს ეკამ წერს მაგ გაბუტვას ნუდარდობ. ინტერნეტ დამოკიდებულება იმდენ უარყოფით იწვევს. ის არის სადარდებელი ყველაფერი ჩვევა და თუ მოინდომებ გადაიჩვევიან. კი. ხო, ჩვენთვისაც ძნელია მშობლებისთვის, ბებიებისთვის, ეს ყველაფერი ბაბუებისთვის. რომ უყურებ რომ განიცდის თუ დაუშვი. მაგრამ მართლა ჯობია რომ ესავიტანოთ, ვიდრე მერე ეს უარყოფითი შედეგები რაც მოსდევს ამ ყველაფერს. მიჯაჭვულები რო არიან მართლა დიდე კარგი რო კომპიუტერი არც აქვს ჩვენ სახლში. ნიკა არ არის ეგრე მიჯაჭვული. ტელეფონი კი აქვს ახლა, მაგრამ კომპიუტერზე კიდევ უფრო სხვანაირად, რა ვიცი, თამაშობენ, ის დიდი ეკრანი როა და რაღაცნაირად უფრო ალბათ საინტერესოა. ამასაც ახლა უნდა ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან ფრთხილად. ძალიანაც აინერვიულოს. სხვა რაღაცები გადმოწერე მეთქი, ნუ იქნება და უხვათი ის, რაზეც მიჯაჭვულობა აქვს და უკვე მთელი ღამეები რამის აღარ ეძინა. ძიშიც კი მალე იღვიძებ და დილით რო ისე თამაშა. თან 4 დღეა სულ რაც გადმოწერა თუ 5 მეტი არ არის. ხო, და არ აინტერესებს სხვები წარმოიდგინეთ. მაინც და მაინც ის უნდა. გადაუვლის.
დაბლა იყო მე ჩასული ითამაშა. გადაიტანა სხვა რაღაცაზე ყურადღება. ცოტა წავიკითხოთ კიდევაც. თორე უცბად გაფრინდება ზაფხული, წავიკითხოთ, დავწეროთ რაღაცეები, ვისწავლოთ. მათემატიკა მაინც რომ რაც უყვარს, არ დაგვავიწყდეს. როგორ მიხარიხართ, ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად და ხომ წავიდე გოგოებო, მივხედო საქმეს. მიჭუქჭუკეთ ერთად. და თითროებით, კოცნით.